de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Ivanishvilization or de-Ivanishvilization of Georgia. გამარჯობა მეგობრებო, ფორმულა სენტერში თქვენ უყურებთ 192 ეპიზოდს გადაცემის საკვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. საპროტესტო აქციების დაწყებიდან 100 დღე გავიდა. ხო. 100 დღეა ხალხი გამოდის ქუჩაში, ზოგჯერ ბევრი ხალხი, ზოგჯერ ცოტა, ზოგჯერ ძალიან ბევრი, ამას არ აქვს მნიშვნელობა. თავარი ისაა, რომ 100 დღეა ხალხი ქუჩაში დგას. კეტავს დედაქალაქის მთავარ გამზირს, სიცივეში, ყინვაში, თოვლში, ქარში, ახალწელს, შობას, ძველით ახალწელს, 8 მარტს. ამ ხალხს აჯარიმებენ, ცემენ, აწამებენ, სამსახურებიდან უშვებენ, მაგრამ ხალხი მაინც იბრძვის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისთვის. ეს ბრძოლა დაიწყო ქვეყნის დასავლური კურსის გადასარჩენად და უბრალოდ გადაიზარდა გადარჩენისთვის ბრძოლაში. რაღა დროს დასავლური კურსია, ანუ უბრალოდ გადავრჩეთ. ეს ამოცანა გვაქვს ახლა. რა არის ამ ყველაფერზე დე-ფაქტო ხელისუფლების რეაქცია? რეპრესიები, ახალი რუსული კანონები, ზოგჯერ უარესებიც, რაღაც კანონები ისეთიც გვაქვს, რომ რუსეთს და ბელარუსს შეშურდება. ყაველაშვილი პრეზიდენტად რო დასვეს, მეორე დღესვე მოაწერა ხელი 28 კანონს და ამაზე ბევრი იცინა ხალხმა, რომ ერთ დღეში რანაირად წაიკითხავდაო და გაანალიზებდაო 28 კანონს. ანუ ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ პრობლემა დროის უქონლობაში იყო, თორე აი სამთვეში თუ წაიკითხავდა ეხლა კანონი, მე უკვე მოტივირებული შენიშვნები დააბრუნებ და უკან გაიგე? მიყვარს ჩვენი ოპტიმიზმი. რა შედეგი მოიტანა პროტესტის 100 დღემ? მივაღწიეთ ქოცების საერთაშორისო დელეგიტიმაციას. არავინ ამათ აღარ ელაპარაკება დიქტატორების და დიქტატორების შვილების გარდა. მივაღწიეთ სანქციებს და სანქციების პროცესი არ დასრულებულა, პერიოდულად ახალი სანქციების ემატებათ. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ესტონეთმა სანქციების ახალი პაკეტი დააწესა, რასაც ირაკლი ზარქუა გამოეხმაურა. მე მაინც ერთი მინდა უთხრა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ცანკათუ ვიღაც. და ვინც დაგვიწესა ეს სანქციები, უკან გაიკეთე ეგ შენი სანქცია. გავაწლები და ზარქუას პოლიტიკური მოღვაწეობიდან დარჩება 2 რამ. ამერიკის სენატორს რო უწოდა ჩათლახი და ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს რო უთხრა, რომ ტრაქში გაიკეთე შენი სანქციები. ჭკვიანი კაცია ირაკლი. ისტორიაში შეძის შეძლების დაგვარად. ანუ ჰეროსტრატემ რო არტემიდას ტაძარი გადაწვა, რომ ასე ყველა დამიმახსოვრებსო და პრინციპში მართალიც გამოდგა, აი. ანუ ზარქუაც თავისებურად ამახსოვრებს თავს ისტორიას. რავი, მადლობა ღმერთს, არაფერი გადაუწვავს ჯერ. აბა ეხა, თავისი სიბრძნით ეგ ვერ შემორჩება და აჰა, რაც შეუძლია ესაა, რომ გარდატეხის ასაკში ახლად შესული ოროსანივით იქცევა. ვის ბაძავს არ ვიცი. ტრამპიც არ საუბრობს ეგრე. ანუ შეიძლება უარესად იქცევა, მაგრამ ლექსიკა გაცილებით დახვეწილი აქვს. ანუ ერთიანობაში გამოვიყენეთ სიტყვები ტრამპი და დახვეწილი. წარმოიდგინეთ ჩვენ ვის ხელში ვართ. წინა გადაცემაში ვერ ვისაუბრეთ ზელენსკისა და ტრამპის შეხვედრაზე. ეპიზოდი უკვე ჩაწერილი ქონდა, როდესაც ჩავთეთ ტელევიზორი და გული გავისკდა, რომ რა იყო. 90-იანების თბილისის მეტროებში აბირჟევებდნენ ხოლმე ვიღაცები და გოგოს ფოტოს გაჩვენებდნენ და გეკითხებოდნენ ამას და კის თუ ეტყოდი, ჩემ დაიკოზე რასავო და იწყებოდა ჩხუბი და არას თუ ეტყოდი, შენი დასაწუნი რა აქვს და მაინც იწყებოდა ჩხუბი. დაახლოებით ეგეთი რაღაც გაუჩალიჩეს ზელენსკის თეთრ სახში. კოსტუმი რატო არ გაცვია? მადლობა რატო არ თქვი ძმაო და ამერიკას პატივს წენ?
აი არ ვიცი. სასწაული შეუდადგეს ტრამპმა და მისმა ვიცე-პრეზიდენტმა. Facebook-ზე ზეიმი ჰქონდათ ქოცებს და ტროლბოტობას. უბედნიერესები იყვნენ. ნახეთ ტრამპმა რა უქნაო ზელენსკისო. საქართველოს და რუსი კომუნისტი რო გავაგდეთ. ქოცებს მაშინ გაახსენდათ ვაჟაფშაველა და სტუმარ მასპინძელი და თეთრ სახლზე არ ვცელდება. ვაჟაფშაველა ოკეი, ზრდილობის ელემენტარული წესები. რამე კრიტერიუმები ჩამოწერეთ, რომ ვიცოდეთ, რომ აი სტუმარ მასპინძლობის წესები რა შემთხვევაში ვრცელდება, ვიზე ვრცელდება, როდის არ ვრცელდება. საერთოდ რა მორალი გაქვთ, რა ცხოვრებით ცხოვრობთ. ქოცებო, წარმოიდგინეთ, რომ საქართველოში შემოიჭრა ირანი. რავი, რუსეთი შემოჭრა არ გეწყინება და ამიტომ აი ირანი დაუშვათ შემოიჭრა ირანი და მოხდა სასწაული და ბიძინა ეგრევე არ დანებდა. და ომის მესამე წელს ბიძინა ჩადის ვაშინგტონში და ტრამპი მოიქცა ისე როგორც ზელენსკისთან შეხვედრაზე. ბიძინა, შენ არ გაქვს კარტები. მე მაქვს კარტები. შენ მესამე მსოფლიო ომს ეთამაშები. რა რეაქცია გექნება? რა სიტყოდით? გინდათ მაგარი რაღაც გასწავლ. ემპათიის უნარი სავარჯიშოა. სანამ ვინმეზე რამე სიტყვით, მის ადგილას წარმოიდგინეთ ხოლმე თავი. დღეში 3 ჯერ გააკეთეთ ეგ სავარჯიშო და 6 თვის თავზე უკვე რაღაც შედეგს იგრძნობთ. ჩემმა მეზობელმა გააკეთა და მე-7 თვეს გენოციდის მსხვერპლების მიმართ რაღაცა აი გზნობა გაუჩნდა. თქვენ სადეთ? საქართველოს პრემიერის როლის შემსრულებელი ირაკლი კობახიძე უზბეკეთს ესტუმრა. ირაკლი კობახიძემ უზბეკეთში ვიზიტის დროს უზბეკეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის მონუმენტი სადაც თემურლენგის ქანდაკებაცა გვირგვინით შეამკო. როდესაც თემურლენგი საქართველოს ტოვებდა მერვე ლაშქრობის შემდეგ, ალბათ ყველაზე ტკბილ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა, რომ მის ხსოვნას გვირგვინით შევამკობდი. ახლა უკვე რაღაცნაირად უხერხულად ვართ შახაბასთან და მურვან ყრუსთან. თემურლენგის ფონზე ეგ ხალხი ახლა თბილისში ქუჩას იმსახურებს. იმედია კობახიძემ ბოდიში მოუხადა უზბეკეთს გიორგი მე-7-ს გამო, რადგან გიორგი მე-7-მ ვერ აირიდა ომი. გიორგი რო დანებებულიყო და ქვეყანა ჩაებარებინა თემურლენგისთვის, ამდენი ომი არ იქნებოდა. სხვა შორის ამას მართლა ამბობენ ხოლმე ქოცი ისტორიკოსები. თემურლენგს საქართველოზე გავლის უფლება უნდოდაო მარტო, მეტი არაფერიო. რა უნდოდა გიორგის შეახოცაო ბიჭებიო. ხო აბა ეგეთი კაცი იყო თემურლენგი, რომ უბრალოდ გაივლიდა. ნახევარი აზია ეგრე დაიპყრო, გავლა უნდოდა არაცნიდან. გამაყარეო და რა ეკნა მე იპყრობდა მერე, რო არ გაუშვებდი. რო გაეშვათ, არავის არ დახოცავდა. საერთოდაც ქართველებს რო არ გვებრძოლა და გადავშენებულიყავით, უამრავ სხვებს ავირიდებდი. ქვეყნის მეტნაკლებად უზრდელი მოსახლეობა რო გამოვკითხოთ, თუ რას იზამთრდნენ თემურლენგის საფლავზე. დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს ერთი პასუხი და ცდილობიან მოსახლეობაში კი გაიმარჯვებს პასუხი მოსაქმება. სხვათა შორის დოდო აბაშიძეზე არის ეგეთი ზეპირსიტყვიერი გადმოცემა, რომ სამარყანდში თემურლენგის საფლავზე მოისაქმა. რამდენად მართალია არ ვიცი, თუმცა მთავარი ამ ამბავში ისაა, რომ ეს ისტორია ყველას მოსწონდა. და ის ამბავი კი ნამდვილია, რომ ქართლოს კასრაძემ ლექსის დაწერა თემურლენგის საფლავზე. სამარყანდი, თემურლენგი, სამარყანდი, ლანგთემურო, ხო მოვედი სამარხანდი? ამ ქვაზე რო კოჭლი ფეხი დაბიჯებდი, ქართველები ჩამოვედით რა ბიჭები? სამარყანდი, თემურლენგი, სამარყანდი, თემურლენგო, ხელ მეორედ დაგმარხავდი. კოცებო, ეს ამბავი ხა საიდან გეცოდინებათ? აი ამით გააправეთ ირაკლი. აჰა. რომ ვითომ ორ ფეხზე მდგარი გულში ამ ლექს ამბობდა.
დავინტერესდი შაჰ-აბასი სად არის დასაფლავებული. იქნებ ყობახიძის შემდეგი ვიზიტი გამოვიცნოთ. აღმოჩნდა რომ შაჰ-აბასი დასაფლავებული კი არა, მავზოლეუმშია გაფუფუნებული თურმე. ქალაქ კაშანში არის ეს მავზოლეუმი. მოკლედ, კოცებო, ჩასასვლელი ხართ. შაჰ-აბასის საფლავზე. სამწუხაროდ მურვანყრუს საფლავი არ არის შემორჩენილი. მურვანს დამარცხების შემდეგ ეგვიპტეში მოუწია გაქცევა, იქ მოკლეს სად დაკრძალეს კაცმა არ იცის. სამწუხაროდ მურვანყრუს საფლავს, რა ვქნათ, ყობახიძემ მხოლოდ უზბეკეთში არ ყოფილა, თურქმენეთსაც ესტუმრა. რა თქმა უნდა, ოფიციალური ვიზიტით. თურქმენეთი ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფოა ცენტრალურ აზიაში. ასე იწყება ვიკიპედიის სტატია თურქმენეთზე. ვიკიპედია, ანუ თავისუფალი ენციკლოპედია თურქმენეთის შესახებ სტატიას ნეგატიურად იწყებს, რომ ზღვაზე გასასვლელის არ მქონე სახელმწიფო. ანუ რაც აქვთ, ის კი არ გამოყვეს, რაც არ აქვთ, იმით დაიწყეს. ბუნებრივი აირით დიდარი სახელმწიფო კი არა, ზღვაზე გასასვლელის არ მქონე. თურქმენეთს 2006 წლამდე მართავდა მუდმივი პრეზიდენტი საფარმურად ნიაზოვი. წოდება არ არის მუდმივი პრეზიდენტი, პარლამენტმა სამუდამო პრეზიდენტად აირჩია 1999 წელს. მაგრამ შინაგანად დემოკრატი კაცი იყო ნიაზოვი და არ მინდაო სამუდამო პრეზიდენტობის წოდებაო იძახდა. არჩევნები უნდა ჩავატარო 2005-2006 წელს. მოვიფიქრებო რა. როგორც იცით, ამ ქვეყნად მუდმივი არაფერია და საფარმურატიც მოკვდა. მის შემდეგ კი პრეზიდენტი გახდა გურბანგული ბერდი მუჰამედოვი. მას შემდეგ რაც გურბანგული თურქმენეთის პრეზიდენტი გახდა, დაიწყო ბრძოლა პიროვნების კულტის წინააღმდეგ. მისი განკარგულებით ფიცის დადების ტექსტებიდან, ჰიმნიდან ამოიღეს ექს-პრეზიდენტ ნიაზოვის სახელი. ანუ იმას ჩადებული ჰქონდა. ბიბლიოთეკიდანაც ნიაზოვის საავტორო წიგნებიც გააქრეს, მოაშთეს. შეიძლება ითქვას, წარმატებით შეძლო პიროვნების კულტის წინააღმდეგ ბრძოლა, თუმცა სხვა პიროვნების, ანუ და თვითონ ჯერ 82% დაიწერა არჩევნებზე. შემდეგ იმუშავა, შედეგი გააუმჯობესა 97%. ორი ვადით ახლა ვინ ყოფილა თურქმენეთის პრეზიდენტი, იფიქრა მესამედაც მიიღო მონაწილეობა. ჩემს ერთგულ მაყურებელს აღარც გაკადრებთ არჩევნების შედეგებს. მოიგო მოკლედ რომ გითხრათ. გურბანგულმა თუ გურბანგულიმ, არ ვიცი რომელია სწორი, ხან ისე ვიტყვი, ხან ასე რა. მოკლედ, მალევე შეავსო ბიბლიოთეკაც წიგნებით. ოღონდ თავისი წიგნებით ჩაანაცვლა. თავისი წიგნებით ჩაანაცვლა წინა პრეზიდენტის წიგნები. თურქმენულ მედიცინაზე, თურქმენულ ცხენებზე. ბიბლიოთეკა შეგიძლიათ ნახოთ მისი ლექსების კრებულებიც. ანუ პრეზიდენტს ქვეყანაში დადგმული აქვს არაერთი ძაღლის და ცხენის ძეგლი. ზოგი ოქროსია, ზოგი ბრინჯაოსი, ნაკლები არა, საპრიზო სინჯის ძეგლებია ყველა. ძალიან დავშორდით თავარ საქმეს, ამიტომ რამდენიმე სათაურს წაიკითხავთ ამ კაცის ახლოს გასაცნობად. თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის ცხენს უმღერა. ეგეთი ნიუსი იყო. თურქმენეთში პრეზიდენტის გარდაცვალებაზე საუბრის გამო სამი პირი დააკავეს. თურქმენეთში 40 წელზე უფრო ჩინოვნიკებს პრეზიდენტივით ჭაღარათმა უნდა ჰქონდეთ. თურქმენეთის პრეზიდენტმა დოხში 11 მილიონი დოლარი მოიგო. სხვათა შორის თურქმენეთის პრეზიდენტმა შესანიშნავად მართა პანდემია. კოვიდის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა თურქმენეთში. არც ერთი. რატო იცით? იმიტომ რომ ქვეყანაში ოფიციალურად იყო აკრძალული სიტყვა კორონავირუსი. მამა რომ გარდაეცვალა გურბანგულიმ უბრძანა თურქმენეთის ოფიციალურ პირებს, ყველას გადაეპარსა თავი.
ერთხელაც გურბანგულის გონება გაეხსნა და განაცხადა, რომ დროა გზა ახალგაზრდებს დაუთმოს. ახალგაზრდებში ბევრი ეძება თუ ცოტა ეძება, გაიკითხა, გამოიკითხა, კონკურსებიც ჩაატარა და საბოლოოდ შეარჩია თავისი შვილი. ასე გახდა თურქმეთის პრეზიდენტი გურბანგულის შვილი სერდარ ბერდი მუჰამედოვი. სერდარმა ან სერდარიმ მალევე მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის ოჯახის წევრები და მათი ქონება ხელშეუხებელია. აი ესე. შემდეგი წელი ქვეყნის ახალმა პრეზიდენტმა ქალბატონებს დაუთმო და გადაწყვიტა საინტერესო კანონები დაემტკიცებინა. ახალი კანონების თანახმად ქალბატონებს თურქმენეთში წამწამების დაგრძელება, თმის შეღებვა და მანქანაში წინა სავარძელში ჯდომა აეკრძალათ. რაც მართალია, ქალებისთვის მართვის მოწმობის აღება სერდარს არა უკრძალავს. ისედაც აკრძალული იყო მამამისის დროს. მოკლედ, მთელი რიგი მიზეზების გამო თურქმენეთი საკმაოდ დახურული ქვეყანაა. ურთულესია ქვეყნიდან გასვლა, რადგან უკან არავინ ბრუნდება. ასევე ქვეყანაში შესვლაც მთელ რიგ სირთულეებთანაა დაკავშირებული. თუმცა ოფიციალურ ვიზიტებზე უარს არავის ეუბნებიან. კობახიძეც დიდი პატივით მიიღო. ქოცებს ისე უნდათ, რომ ვინმე მაღიაროს მათი მთავრობა, რომ სულ ერთია სად წავლენ. ანუ ოფიციალური ვიზიტით ირანი, თურქმენეთი, გლიჯე ჩრდილოეთ კორეაც მაგის დედაცვათინე, რავი. ერთხელ ცოცხლობ. სხვა დროს ქოცის გარდა, ეხლა ქოცის გარდა, სხვა დროს ვინ წავა ბიჭო ჩრდილოეთ კორეაში. დასავლეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, ვერა გვაქვს საქმე. თლად კარგად. აქ ქოცებს. არაღიარებული ირაკლი კობახიძე. ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა. სიცილით კვდებოდა ირაკლი. ყველაზე არასერიოზული ალბათ ევროპარლამენტია. მერეა ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული. ნახოთ, როგორ მოვიდა ირაკლი კობახიძე ამ განცხადებამდე. 2017 წელი ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს სრულად გავითვალისწინებთ. 2017 წელი კობახიძე ვენეციის კომისიამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დადებითად შეაფასა. 2018 კობახიძე ვენეციის კომისიასთან მაქსიმალური თანამშრომლობა უზრუნველყოფილი იქნება. 2019 ირაკლი კობახიძე ვენეციის კომისიის დელეგაციას შეხვდა. პარლამენტის თავმჯდომარე ვენეციის კომისიის წევრებს მმართველი გუნდის მიერ ინიცირებული კანონპროექტით გათვალისწინებული სიახლეები და პროცედურა დეტალურად გააცნო. 2023 საქართველოს პარლამენტის მხრიდან ძალიან მაღალია ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინების მაჩვენებელი და რა თქმა უნდა, ამ რეჟიმში ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას. 2023 ვენეციის კომისიის დასკვნაში დაფიქსირებულია, რომ ჩვენ ყველა საკვანძო რეკომენდაცია გავითვალისწინეთ. 2024 ვენეციის კომისიას პროფესიულ ღირსებაზე უარი აქვს ნათქვა. და 2025 ვენეციის კომისია გლობალური ომის პარტიის ინტერესებს ემსახურება. და ბოლოს ეს რამდენიმე დღის წინ ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა. განაცხადა ირაკლიმ და ბერდი მუჰამედოვის ცხენს მოეთათუნა. 28 თებერვალს საქართველოს მთავრობის გვერდმა სტატისტიკა გამოაქვეყნა. 2025 წლის იანვარში ეკონომიკუმას დამ 11.1% შეადგინაო. ასევე იანვარში ექსპორტი გაიზარდა 19.3% და 403 მილიონი აშშ დოლარი შეადგინაო. ასევე გვახარეს, რომ 2025-29 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა მეზობელ რეგიონის, ევროკავშირის, კანდიდატ, ზოგადად ევროპის ქვეყნებს შორის, ასევე მზის სისტემის შიდა პლანეტებს შორის, გარე პლანეტებზე ზუსტად არის.
ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში ქვეყნიდან მილიარდერი გაიპარა. რა ხდება? ანუ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდის პირობებში ბაჩიაშვილი რატო გაგვექცა ქვეყნიდან? გაგიგიათ რომ ქვეყანაში ეკონომიკური სასწაული იყოს და იქიდან მილიარდერები გარბოდნენ. რავი, ჩიტები გაზაფხულზე თბილი ქვეყნიდან სკენ. რა ხდება? კოცებო, ნაცებისგან ნატანჯი ბიზნესი თქვენ არ ამოასუნთქეთ? ეგრე ამოასუნთქეთ ბიზნესი, რომ მილიარდერი, რავი, არაჟნის მანქანით გაიპარა ქვეყნიდან. დადებით ეს ვთქვათ, საქართველოს ისტორიაში პირველად ნახეთ მილიარდერების ჯახის საჯაროდ. რანაირი ქვეყანა გავხდით? ერთი მილიარდერი ქვეყანას ყიდის, მეორე ქვეყნიდან გარბის. როგორც ჩანს, ბიზნეს წესია, რომ ამ ქვეყანაში მხოლოდ ერთი მილიარდერის ადგილია. არავის უნდა კონდეს იმდენი ფული, რომ ბიზნეს ძალაუფლებას საფრთხე შეექმნას. თეორიულიც კი. ანუ მილიონები კი ბატონო. მილიონების შოვნის უფლებას მოგცემთ ბიზნესს, თუ კი კოცი იქნებით. მაგრამ მილიარდერი ვერავინ ვერ იქნებით. გინ კოცი იყავით, გინ ბიზნეს მარცხენა ხელი იყავით. იმიტომ რომ მარჯვენა ბაჩიაშვილი იყო. ბაჩიაშვილმა კომპრომატები მაქვსო ბიზნესზეო. ძალიან კარგი, ველოდებით დიდი ინტერესი. ახლა მთავარი შეკითხვა, ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ გავავხნევოთ ერთმანეთი, ხა ტრამპის სიგიჟეების გამო პესიმიზმის შემოტევას გვრძნობ გარშემო და არა ეკაი. გავავხნევოთ ერთმანეთი და გვახსოვდეს, რომ ჩვენი ბედის გადაწყვეტა მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია. სულ ესაა რაც მინდოდა მეთქვა. შევხვდებით მომავალ შაბათ ფორმულაზე.